ეხლა ვაგროვებ ამ უცნაურ სადღეგრძელოებს რა და ეგ უნდა გამოვცე, იმედია გამოვცე. ერთი მაგალითად სუახალი ცინცხალები რა. ახურია კახეთში. კახეთში მოსმენილი, კაცო ზოგი პირადად ჩემი მოსმენილია, ზოგი სხვები მიყვებიან ხოლმე. აი ძალიან უცნაურ რაღაცას რო იტყვიან რა. ძალიან დიდ უაზრობას და ამ დროს რო დარბაზში რო ტაშია და ქუხსუ და ინგრევა ქელეხია თუ ქორწილი. მაგალითად ქელეხში ნათქვამი ერთი დიდებული სადღეგრძელო. ირემი მიდისო ბიჭო, ირემი მიდისო ამ დროს ხალხი გასულია 1-300 კაცი უსმეს. ხო ეს ჭირისუფალი ამაყათ არის რომ რა მაგარი კაცი დანიშნა თამადად, ეს თამადა მოწოდების სიმაღლეზე და ირემი მიდისო და მიადგა გაყინულ მდინარესო. ეხლა ირემი ფიქრობს რომ გადავხტე, ვაი თუ ვერ გადაუწიო ბოლომდე, არ გადავხტე, წასასვლელი ვარ ეგეთ ფიქრებშია ირემი რა და დაიწია უკან რომ გაიქცა შეჰკრა ირემმა კამარაო და ვერ გადაასწრო, ბოლომდე ვერ გადაუწიაო და ჩაჰკრაო ამ ყინულს ჩლიქიო და ჩაემტრა ყინული, ჩავარდა ირემი. იხჩობა ირემი. ახედაო ღმერთსაო და ღმერთო, გადამარჩინეო, შევევედრაო. იქიდან ღმერთმა გადმოიხედაო და შენ კი აღარაფერი გეშველებაო, მაგრამ იმ ბიჭებმა რა დააშავა 41-ში ქერჩი რო ჩაიხოცნენ. დიდება გმირებში მოვსულო. რა დააშავა ირემი. რატოა მიფული ამან ხო რა ისტორია რა შუაში მაგაზე უარესი კიდე ფეხმძიმე ქალიო ეზოში გამოვიდაო და კაკნისა ფესვი ყოფილიყო ამოწეულიო და წამოეკრა ფეხიო ამ ქალმა წაიქცა ქალიო და ამ დროს პაუზა უნდა რომ ხალხს აინტერესებს რა მოხდა რა ფეხმძიმე ქალი უცელი კი მე შალაო მაგრამ ფესვები ითხოვნენო წინაპრების სადღეგრძელო ჩვენ წინაპრებს გაუპატეს იმ ქალმა რა გადააშავა ან ირემმა რა დააშავა ან იმ ქალმა რა დააშავა რა სასტიკია გადაცემის წარმომადგენელია PSP გადაცემის სპონსორია ბაზარი ქალაქი ქალაქში სივრცე გართობისა და დასვენებისთვის